ანა იმედაშვილი პროფესიით ვარ იურისტი, სამართალმცოდნე და 2009 წლიდან მუშაობ სამოქალაქო ორგანიზაციაში კახეთის რეგიონული განვითარების ფონდში, რომელიც 2009 წლიდან მუშაობს კახეთის რეგიონში და უფრო მეტად ახმეტის მუნიციპალიტეტში. და ერთ-ერთი დიდი ორგანიზაციაა რეგიონში, რომელიც სხვადასხვა მიმართულებებს ფარავს, ასე ვთქვათ. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ პანკისის ხეობაში, სადაც 1999 წლიდან ჩეჩენილ-ტოლვილები, რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომის შემდეგ ჩეჩენილ-ტოლვილები ჩამოვიდნენ, ეს იყო ესეთი სტიქიური და მასობრივი ჩამოსვლა საქართველოში და საქართველო მისცა მათ თავშესაფარი. ამ ადამიანებისთვის წლების განმავლობაში მუშაობდა გაერო და ნორვეგიის ტოლთა საბჭო და 2009 წელი იყო ის წელი, როდესაც ეს ორგანიზაციები გავიდნენ ხეობიდან და აუცილებელი გახდა ადგილობრივი ორგანიზაციის შექმნა, რომელსაც მათი დაწყებული საქმიანობა უნდა გადაებარებინა და გაეგრძელებინა. ეს იყო ძირითადად სოციალური და ეკონომიკური ტიპის პროექტები, გაძლიერების პროექტები და განათლების ხელშეწყობის პროგრამები პანკისის ხეობებისთვის, როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ჩეჩენილ-ტოლვილებისთვის და ჩვენი ორგანიზაცია ზუსტად ამ მიზნით შეიქმნა, საკმაოდ გამოცდილი და ასე ვთქვათ გულისხმიერი ადამიანების გუნდისგან. თუმცა ამ წლების განმავლობაში ორგანიზაციის საქმიანობაც და კომპეტენციებიც იმდენად გაფართოვდა, რომ ჩვენ შევძველით სხვადასხვა პროგრამების და რეგიონებშიც გვემუშავა, მათ შორის კახეთის რეგიონის ფარგლებს გარეთ და ძალიან ბევრი პარტნიორი ორგანიზაცია შევიძინეთ. ჩვენი ძირითადი მიმართულება იყო და არის სამოქალაქო განათლება, არაფორმალური განათლება, ასევე პროფესიული განათლება, განსაკუთრებით ქალებისთვის, სოფლად მცხოვრები ქალების ხელშეწყობა, სოციალური და ეკონომიკური გაძლიერების კუთხით და ადამიანის უფლებები, სამართლებრივი დახმარება ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის და მე ზუსტად მუშაობდი აი ამ ყველაზე მოწყვლად ჯგუფებთან წლების განმავლობაში. ესენი იყვნენ ჩეჩნეთიდან ტოლვილი მოსახლეობა, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული პირები, დევნილები მთელს რეგიონში და მათ შორის ახმეტაში. ჩვენი მიმართულება ადგილზე, უშუალოდ რეგიონში, განსაკუთრებულად აქცენტირებული იყო სამოქალაქო განათლებაზე, რომელიც პირდაპირ კავშირშია ზოგადად დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარებისთვის, იმიტომ რომ განათლებული მოქალაქე ჩამოყალიბებული მოქალაქე არის ზუსტად დემოკრატიული ღირებულებების მატარებელიც და დემოკრატიული სახელმწიფოს საწინდარიც. ადგილობრივი თემისთვის ეს იყო განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და ვისაც რეგიონში მუშავია, ყველაზე კარგად იცის, რა რთულია სოფლად იმუშავა ამ მიმართულებით, როდესაც მოქალაქეებს აქვთ იმდენად მძიმე სოციალური პრობლემები, რომ ხშირად სივრცე აღარ რჩება ხოლმე ამისთვის. ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი თანამშრომლობა მათ შორის ადგილობრივ თვითმმართველობასთან და ესე უცბად არ მოსულა ეს პროცესი. ამას დაჭირდა ბევრი ძალის ხმება და რაც ყველაზე მთავარია ნდობის მოპოვება. საერთოდ ამ მიმართულებით როცა მუშაობ, მთავარი არის ნდობა მოსახლეობის და ამ ორგანიზაციას ყველაზე მთავარი ეს ქონდა და აქვს. რომ ჩვენ გვენდობა ადგილობრივი მოსახლეობა. ჩვენ ძირითადად მუშაობდით ხოლმე გენდერის მიმართულებით, ეს იყო ჩვენი მთავარი თემა, იმიტომ რომ ქალთა ჩართულობა არის ძალიან ღირებული ჩვენთვის პოლიტიკაში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ზოგადად დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში და მათ შორის ჩვენი ორგანიზაციის წევრები ვიყავით გენდერული საბჭოს წევრები და ბოლოს რაც მახსენდება, რომ ესე მაგალითისთვის მოვიყვანოთ, ბოლოს ჩვენ ქონდა ძალიან კარგი შეხვედრები თვითმმართველობასთან და მუშაობდით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის რაღაცა ტიპის წინსვლა გვქონოდა ამ მიმართულებით და ბიუჯეტი განსაზღვრეთ ამ ადამიანებისთვის, წლიური ბიუჯეტი ერთობლივად. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის და
ქალებისთვის მუნიციპალიტეტმა გამოყო ცალკე ბიუჯეტი სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებისთვის და აქტივობებისთვის. როდესაც საუბარი არის რაღაცა დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებზე, განვითარებაზე, პირველ რიგში რა არის ხო დემოკრატიული სახელმწიფო თანასწორობა, თანასწორ გარემოში მყოფი მოქალაქეები, თანასწორობის, თანაბრობის პრინციპი და ყველაზე მეტად ეს გვაკალია მე ესე მგონია, რადგანაც ჩვენ ქვეყანაში ყავს უამრავი მოწყვლადი ჯგუფი, სოციალური ჯგუფები, რომელზეც ხშირად არ ფიქრობენ ხოლმე. მაგალითად მათ ჩართულობაზე საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მათ ინტეგრაციაზე. ესენი არიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ესენი არიან მარტოხელა დედები, მათ შენად დაკარგული ახალგაზრდები, სოციალურ დაუცველები, რაც ძალიან მტკივნეულია ჩვენი ქვეყნისთვის და წარმოუდგენლად დიდი რაოდენობა გვაქვს. დევნილები, ტოლვილები, ნატურალიზებული ტოლვილები, ძალიან საინტერესო თემა ამაზე არავინ არ მუშაობს, რომ ადამიანები, რომლებიც გახდნენ საქართველოს მოქალაქეები, როგორ შეიძლება მათი ქვეყნის მართვაში, ქვეყნის ფუნქციონირებაში და ყოველდღიურ საქმიანობებში ჩართულობა. იმიტომ რომ ეს ჩვენი ნაწილი გახდნენ ეს ადამიანები და ჩვენ ისინი გვჭირდება, როგორც მათ ჭირდებათ ჩვენი სახელმწიფო და ამ მიმართულებით ვმუშაობდით, ადვოკატირებას უწევდით მუდმივად ყოფილიყო ისეთი სოციალური პროგრამები, რაც ამ ადამიანებისთვის მოკლევადიან ეფექტს კი არ მისცემდა ადამიანებს რაღაცა შვებას, ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრის, არამედ გრძელვადიანად მოაგვარებდა მათ პრობლემებს. ჩვენ ახმეტის მუნიციპალიტეტს დავეხმარეთ სოციალური პროგრამების განვითარების სტრატეგია გავუკეთეთ. რამდენიმე მიმართულება ავიღეთ, მათ შორის შემოპირები, ავიღეთ ახალგაზრდები, სოციალურად დაუცველი ღარიბი ოჯახების ახალგაზრდების მიმართულება და რა იყო მთავარი, რომ როგორ შეიძლება ამ ადამიანებს ერთჯერადი ფინანსური დახმარების გარდა დავეხმაროთ ისეთი ტიპის სოციალური პროგრამებით, რომელიც მათ განვითარების და აი ამ ჩაკეტილი წრიდან გამოსვლის შესაძლებლობას მისცემდა. როდესაც ჩვენ დავიწყეთ სტატისტიკის მოძიება ჩვენ მუნიციპალიტეტში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ჩვენ ასე ვთქვათ, მოლოდინს გადააჭარბა, იმდენად ბევრი აღმოჩნდა ასეთი ადამიანი, მაგალითად 1000-ზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი აღმოჩნდა, რომ ცხოვრობს ახმეტის მუნიციპალიტეტში და გავოგონდით, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით ეს ხალხი სად ცხოვრობს, არავითარი პროგრამა არ ხორციელდება ახმეტაში, თუ არ ჩავთვლით ერთ-ორ შემთხვევას, როდესაც მოკლევადიანი რაღაცა 6-თვიანი პროგრამა ისიც სამოქალაქო საზოგადოების მიერ განხორციელდა პანკისის ხეობაში, დანარჩენი თვითონ ჩვენ მუნიციპალიტეტში არასდროს არ გვქონია სოციალური პროგრამები, რომელიც ამ ადამიანებს ინტეგრირების საშუალებას მისცემდა და მუდმივად ადვოკატირებდით ამაზე, რომ აი მოდი სოციალური ბიუჯეტიზე რომ დაიწყებთ მუშაობას, თავშად პირობითად ძალადობის მსხვერპლ ქალს წელიწადში ერთხელ 500 ლარი კი არ მივცეთ, რაც ესეთი პრაქტიკა არსებობს ქვეყანაში, იმიტომ რომ მის პრობლემას ვერ მოაგვარებს, არამედ მოდი რაღაცა გრძელვადიანი შევთავაზოთ, რაც მას გააძლიერებს ფინანსურად და მორალურად. ჩვენ დავიწყეთ მუშაობა 2009 წლიდან. და რეალურად ჩვენი თანამშრომლობა ადგილობრივი თვითმმართველობასთან და ამ შემთხვევაში მაგალითად ახმეტას მოვიყვან, თორემ ბევრ თვითმმართველობასთან გვითანამშრომლია, დაიწყო ზუსტად 2012 წლის შემდეგ. და გაძლიერდა ბოლო წლებში განსაკუთრებულად გაძლიერდა ეს ამას ხაზი უნდა გავუსვათ. დამოკიდებულება იყო ბოლო პერიოდში ასეთი, რომ ჩვენ მათი მხრიდან, რომ ჩვენ რეალურად ვემსახურებით ერთ საქმეს, ჩვენ ვემსახურებით საქართველოს მოქალაქეებს, ამიტომ ძალიან კარგია თუ ერთმანეთის რესურსებს სწორად შევაფასებთ და ერთმანეთს დავეხმარებით საერთო საქმის გაკეთებაში, მაგალითად, რასაც მუდმივად ასე უყურებდით ხოლმე, რასაც ვერ
ფარავდა მაგალითად ახმეტის მუნიციპალიტეტი, ვცდილობდით რომ იმაში შევშველებოდით, შევხიდებოდით და თვითონაც მოგმართავდნენ ხოლმე და რამდენიმე ასეთი კარგი პროექტის განხორციელება მოვასწარით აქამდე. მაგალითად, პირველი რასაც აღნიშნავდი, რაც მახსენდება, ეს იყო პროფესიული გადამზადების მიმართულებით თანამშრომლობა. ჩვენ ვეხმარებოდით მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს, მიიღოთ ჩვენგან ძალიან კვალიფიციური და კვალიფიციური ექსპერტიზა, ჩამოყვავდა მათთვის ექსპერტები, სხვადასხვა სპეციალობის მიმართულების ადამიანები, რომლებიც ეხმარებოდნენ მათ განვითარებაში, მაგალითად, PR-ის მიმართულება, HR-ის მიმართულება, რაც ასე ვთქვათ, მათი დანაკლისი იყო, ასეთი უნარების და ასეთი ცოდნა მათთვის არ იყო ხელმისაწვდომი. მერე უკვე მიმართულება იყო უშუალოდ მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დახმარება და მხარდაჭერა და ბოლო პროექტს გავიხსენებ, რაც ძალიან კარგი თანამშრომლობა შემიძლია მოვიყვანო მაგალითად. ეს იყო გადავარჩინოთ ბავშვები ამერიკული ორგანიზაციის მხარდაჭერით პროგრამა, რომლის კოორდინატორი ვიყავი, ერთწლიანი პროგრამა და რატომ იყო ახლა ეს ღირებული და მნიშვნელოვანი. ჩვენს მუნიციპალიტეტში ცხოვრობენ როგორც იძულებით გადაადგილებული პირები და ლტოლვილები, ასევე ათეულობით ოჯახი ცხოვრობს სვანეთიდან ეკომიგრანტი. სულ გვინდოდა რომ რაიმე ტიპის პროგრამები გაგვეხორციელებინა მათთვის, მათ ხელშესაწყობად, იმიტომ რომ ფაქტობრივად არც ერთ ორგანიზაციას არ უმუშავია მათთან. რამდენიმე სოფელში არიან ეს ადამიანები განსახლებულები და გადავწყვეტეთ რომ ეს პროგრამა სწორედაც ეკომიგრანტ და ამ ხალხის მიმღებ თემში გაგვეხორციელებინა. ეს იყო სოფლები ქორეთი, არგოხი, ფიჩხოვანი და მაღრაანი. ანუ ამ სოფლებში ჩასახლებული სვანი ეკომიგრანტებისთვის, დედებისთვის და ბავშვებისთვის ძალიან კარგი პროგრამები გავწერეთ და მათ შორის ერთ-ერთი იყო, რაც ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან ერთად გავაკეთეთ. ეს იყო ბავშვთა გასართობის სივრცეები, გარე გასართობის სივრცეები. ეს სოფლები თვითონ არის ძალიან ასე ვთქვათ, სოციალურად და ეკონომიკურად მოწყვლადი უშუალოდ ეს სოფლები. სადაც არასდროს არ ყოფილა ბავშვთა გასართობი კი არა, საერთოდ რაიმე ტიპის სკვერიან სოციალური სივრცეები საერთოდ არ არსებობს და მუნიციპალიტეტთან ერთად ჩვენ შევარჩიეთ ეს სამი სოფელი და აი ეს ბავშვთა გარე გასართობის სივრცეები მოვაწყეთ ერთად. აქ მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო გარდა ტექნიკური თანამშრომლობისა მუნიციპალიტეტთან, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ რაც შეიძლება მარტივად მიგვეღო ნებართვები და სკვერის მოწყობის სამუშაოები დაგვეწყო. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტი შემოვიდა თანადაფინანსებაში და 30% თითო სკვერის ღირებულების იყო მუნიციპალური ბიუჯეტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მინდა გამოყო M-Part-3. ეს ცალკე დიდი პროგრამაა, რომელიც ჩვენმა ორგანიზაციამ მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ ACF-ი ამ ორგანიზაციასთან ერთად გაიმარჯვა M-Part-3-ში, ეს არის ევროპის სამეზობლო პროგრამა, ასე ვთქვათ, სოფლის განვითარების სამეზობლო პროგრამა, ცნობილი, ასე ვთქვათ, საქართველოში, რომ ცნობილი იმიტომ, რომ ამ პროგრამამ მოიტანა ძალიან დიდი წარმატება ქვეყანაში, განსაკუთრებით რეგიონებში მცირე მეწარმეების განვითარების კუთხით და M-Part-3 მოიგო ახმეტამ 2019 წელს დავიწყეთ პროგრამა. მე ვიყავი ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრი და მათ შორის ამ ჯგუფის წევრები 4 წევრი იყო ამ ჯგუფში 15 ადამიანიდან ადგილობრივი მერიის წარმომადგენელი. მთელი მიზანი რა იყო, რომ ამ ჯგუფში ვიყავით სამოქალაქო საზოგადოება, კერძო სექტორი და საჯარო სექტორი და ერთობლივად ვიღებდით გადაწყვეტილებებს. მათ შორის პროგრამების დაფინანსების, პროექტების დაფინანსების კუთხით 400-ზე მეტი მეწარმე დავაფინანსეთ ამ პროგრამის ფარგლებში და ძალიან კარგად ვითანამშრომლეთ. ჩვენი მიზანიც ეგ იყო ხოლმე, რომ ნებისმიერი ტიპის გადაწყვეტილება ყოფილიყო გრძელვადიანი, კონკრეტულ მიზნებზე და ამოცანებზე მორგებული და ადამიანთა ჩართულობით მიღწეული. დღეს რა თქმა უნდა, ჩვენ შორის თანამშრომლობა
შეჩერებულია, სრულიად შეჩერებულია, გაწყვეტილია. ჩვენ შორის ურთიერთობა ზუსტად დასრულდა პირველი კანონის ინიცირების დასაწყისშივე, გართულდა ურთიერთობა და მალევე ვეღარ გაგრძელდა ფაქტობრივად ის პროგრამები, რასაც ერთად ვაკეთებდით. ასე ვთქვათ, ჩვენი პროგრამები, რასაც მუნიციპალიტეტთან ერთად ვახორციელებდით, დასასრულისკენ წავიყვანეთ, რომ წერტილი დასმოდა რაღაცნაირად, იმიტომ შეუძლებელი იყო, რადგანაც რა მივიღეთ ადგილობრივი მუნიციპალიტეტისგან, ხომ? პირად საუბრებში ასე ვთქვათ, უხერხულობა მათი მხრიდან და ამას ბევრი აღნიშნავს. შეიძლება რაღაცა ბოდიშის მაგვარიც, მაგრამ საჯარო სივრცეებში აი იმ პროპაგანდისტული ნიაღვარის გაზიარება, რაც ამ თვეების განმავლობაში, რასაც უყურებთ, რაც ძალიან სამწუხაროა. ძალიან კარგად იცით რა გამოჩნდა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა არ არსებობს. და ეს არის პირდაპირ ცენტრალიზებული ინსტიტუცია, ცენტრალიზებულად მართული, რომელიც ექვემდებარება რაღაც დირექტივებს მუდმივად და მათ არ აქვთ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების არავითარ დონეზე არანაირი შესაძლებლობა. ეს ყველაზე კარგად ამოტივტივდა ახლა. ჯერჯერობით ვერ ვხედავთ ამ ვითარებაში გაგრძელების შესაძლებლობას, თუმცა ძალიან დიდი იმედით ვართ, რომ ეს ყველაფერი შეიცვლება და ქვეყანა დაუბრუნდება განვითარების რეალურ და ნორმალურ ჩარჩოებს.